თავი მე-19. ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ. მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს. თუ არის ნებადართული კაცისათვის, გაუშვას ცოლი ყოველგვარი მიზეზით. ხოლო მან უთხრა პასუხად. ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. და თქვა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის სულს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ. უთხრეს მას. აბა მოსემ რაღაცომ დადო მცნებად, გაყრილობის მოწმობის მიცემა და გაშვება. უთხრა მათ. მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება. დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, ვინც თავის სულს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს. უთხრეს მას მოწაფეებმა. თუ კი ასეთი მიზეზი აქვს კაცს ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი. უთხრა მათ. ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად. და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს. მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის. მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ. ხოლო იესომ უთხრა. გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად. ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი. დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან. აჰა მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა. მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? ხოლო მან უთხრა მას. სიკეთეზე რად მეკითხები? კეთილი მხოლოდ ერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავე მცნებარი. ჰკითხა მას. რომელნი? ხოლო იესომ უთხრა მას. არა კლა, არა იმრუშო, არა იპარო, არ გამოხვიდეთ სრუმოწმეთ. პატივიეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ჭაბუკმა უთხრა მას. ყოველივე ამას ვიცავდი. რა გამიკლია კიდე? უთხრა მას იესომ. თუ გინდა რომ სრულყოფილი იყო, წადი. შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი. ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან ბევრი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა. კიდევ გეუბნებით თქვენ, უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს და თქვეს. აბა ვიღა შეუძლია გადარჩენა. გადახედა მათ იესომ და უთხრა. კაცთაგან ეს შეუძლებელია, ხოლო ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია. მაშინ პეტრემ უთხრა მას პასუხად. აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოყევით. რა გვექნება? ხოლო იესომ უთხრა მათ. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით 12 ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. ყველა ვინც მიატოვა სახლები, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი პირველნი.